მომდევნო წერილი ღარიბაშვილის და კიდევ უფრო მეტად დავწუნდი იმაში, რომ ღარიბაშვილი არის გადასული სეიფის დაცვის რეჟიმში და ღარიბაშვილის ეს წერილები და საქციელები ემსახურება იმას, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ქონება. და იმიტომ არის, რომ ხან ესე იგი მდინარაძეს აბრალებს მის ამ მდგომარეობაში ყოფნას და ხან ივანიშვილს აბრალებს. სინამდვილეში ერთადერთი ვისი და რისი ბრალიც არის ის, რომ დღეს ღარიბაშვილი ამ დღეში აღმოჩნდა და სხვაებიც, ეს არის თავიანთი სიგოიმის ბრალი. კი, ირაკლი ღარიბაშვილი არის გოიმი და იმიტომ არის ამ დღეში, რა დღეშიც არის დღეს. და პირველად მაშინ იგოიმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა იფიქრა, რომ ივანიშვილს დააგოიმებდა და ივანიშვილს რაღაცას მოატყუებდა და შეუსრულებდა, ისე რომ ბიძო ამას ვერ გაიგებდა. აი ეგ რო იფიქრა, პირველად მანდ იგოიმა ღარიბაშვილმა და იგივე შემიძლია თქვა ლილუაშვილზეც და გომელაურზეც და სხვებზეც. ვინ იყვნენ ხო ეს ადამიანები, საერთოდ რას წარმოადგენდნენ, ან საერთოდ ვინ იცოდა ღარიბაშვილის პიროვნება, ან გომელაურის, ან ლილუაშვილის, ხო? არაფერი, ნულიც არ იყვნენ ეს ადამიანები. და ივანიშვილმა ეს ადამიანები პირადად ღარიბაშვილი პრემიერად დანიშნა, ზოგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახადა და ზოგი სუსის მინისტრი და მოკლედ უღირსებელს აღირსა ეს ადამიანები და ღარიბაშვილი მაგალითად 100-ჯერ რო დაბადებულიყო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ ვერ გახდებოდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და იგივე გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი კი არა, სამმართველოს უფროსიც ვერ გახდებოდა მისი პიროვნებიდან და ბაგაჟიდან გამომდინარე. შესაბამისად, ივანიშვილის მხრიდან აი ეს გამოცხადებული ნდობა და მეგობრობა ბოროტად გამოიყენეს ამ ადამიანებმა და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ამ თანამდებობებზე რო აღმოჩნდნენ, იფიქრეს, რომ ეკუთვნოდათ მათ ეს თანამდებობები და კი ვინ თუ არა ისინი ღირსი იყვნენ ამ თანამდებობებისთვის და იმიტომ დანიშნა ივანიშვილმა, რომ სხვა არავინ არ იყო ღირსი ამ თანამდებობისთვის და შესაფერისი. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასე აღიქვეს ბოლოს ეს თავიანთი მდგომარეობა ამ ადამიანებმა და გადაწყვიტეს მერე, რომ ივანიშვილს მოატყუებდნენ და ივანიშვილის ზურგს უკან იკადრებდნენ უკადრებელს. დიახ, და აი სწორედ ამ გოიმობის, ამ სიგოიმის ბრალია ის, რომ დღეს ეს ადამიანები ამ დღეში არიან, რა დღეშიც არიან. ეს არის და ეს ეხა გინდა მდინარაძეს აბრალონ, გინდა ივანიშვილს და ვისაც გინდა, რაც გინდა ის აბრალონ. ფაქტია ის, რომ თავიანთი ბრალია და სხვისი არავისი ეს ამბავი, რაც დამართეს თავის თავს ამ ადამიანებმა. მე მაგალითად იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანებს წვანეში უგზავნებდა რაღაც დონეზე და რაღაც ზღვარს გაუვლებდა და ეტყოდა, რომ აი აქამდე ჭამეთ და იშოვეთ. ოღონდ ისე, რომ სხვები არ შეჭამოთ და თავი არ გადააჭამოთ საზოგადოებას და რომ არ შეჭამოთ ეს ქვეყანა. რატომღაც მგონია, რომ აი რაღაც დონეზე მწვანეშუქი ექნებოდათ ამ ადამიანებს, რომ ეშოვათ და არ დატოვებდა მშიერს, დარწმუნებული ვარ ივანიშვილი ამ ხალხს და არც სხვებს, მაგრამ აი ისევ გოიმის ფსიქოლოგიასთან მივდივართ, ამ ადამიანებმა 10 მილიონი რო იშოვეს, არ ეყოთ და მოუნდათ 100, მერე 100 მილიონიც არ ეყოთ და მოუნდათ მილიარდი და ბოლოს არაფერი აღარ ეყოთ და შეჭამეს მართლა ეს ქვეყანა და გადაგვაჭამეს თავი, არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათმა გარემოცვამაც და ბოლოს აღმოჩნდნენ აი ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არიან და კი ღარიბაშვილმა მაგალითად თავის სიგოიმეს უნდა დააბრალოს მარტო და სხვას არავის და არაფერს ის რომ დღეს აი საპატიმროშია და ამ დღეშია რა დღეშიც არის და იგივე შემიძლია თქვა გომელაურზეც და ლილუაშვილზეც და სხვებზეც მეგობრებო, ეს არის და ეს სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია და რა ვიცი, ივანიშვილზე ვიტყოდი კიდე, რომ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ყოფილა მიმტევებელი და ამ ადამიანს აქვს უნარი, რომ აპატიოს და შეუნდოს ადამიანებს. წინამდეგ შემთხვევაში ივანიშვილის ადგილზე სხვა რო ყოფილიყო
და აი ესე ტიპები რა უღირსებელი ეღირსებინა ტიპებისთვის და მე ესე მოქცეოდნენ ზურგს უკან ზურგში დანა რო ჩაერტყათ ცოცხალს არ დატოვებდნენ არც ერთს რა და ზოგი სამზარეულოში გაზით გაიგუდებოდა ზოგი ავტოკატასტროფას შეეწირებოდა და რა ზოგი კორონას გადაყვებოდა და ზოგი ფეხი დაუცდებოდა ბანანის ხერხზე და კისერი მოტყდებოდა დარწმუნებული ყავით რომ ასე მოხდებოდა და ასე დაამთავრებდნენ ივანიშვილის მაგივრად მაგალითად მიშას ფსიქოლოგიის ფსიქოტიპი რო ყოფილიყო ვიღაცა ასე რომ კი სწორად შვებიან როცა მადლობის წერილებს იწერებიან მათი ოჯახის წევრები ივანიშვილის მიმართულებით და კი ნამდვილად მადლობას უნდა უხდიდნენ ყველაფრისთვის და ბოდიშსაც უნდა უხდიდნენ რომ აი გოიმებად დარჩნენ ეს არის გოიმის გამოსწორება არ იქნება მეგობარო ადამიანი როცა არის გოიმი გახსოვდეთ მეგობრებო რომ არ არსებობს იმის გამოსწორება რაც არ უნდა ესე იგი კაი ტიპებთან აძმა კაცო თუ კაი მანქანაში ჩასვა თუ კარგად ჩააცვა რაც კაი საზოგადოებაში გამოიყვანო არ არსებობს რა მაინც გოიმად რჩება რა და აი ეს არის მაგალითად ღარიბაშვილის მაგალითი და გომელაურები და აი ეს სასწავლი რა არის ამის კარგი მაგალითი ეს არის სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ თემასთან დაკავშირებით ეხლა დაგემშვიდობებით და ყველაფერს გისურვებთ კარგს და საუკეთესოს თქვენს ივანიშვილსაც და ამ ქვეყანასაც